დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს. 2024 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ აფხაზეთიდან დროებით დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში 70 ობიექტზე სარემონტო აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა დევნილთა ჩასახლებებში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მუშაობას. მეორე მხრივ მონიტორინგს ვაწარმოებთ, ამდენად ხარისხიან შემუშავდა და განხორციელდა პროექტები ბევრ ობიექტზე სახურავის, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემები კეთილმოეწყო, გალამაზდა შენობები და ეს ჩვენი მიზანია ამოცანა რომ დევნილთა პირობები, საცხოვრებელი პირობები ადამიანურ ღირსეულ პირობებში შეესაბამებოდეს. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა 4 ქვეპროგრამისაგან შედგება, რომელიც ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობას, დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფას, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას და აფხაზეთიდან დევნილის შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო სამშენებლო მასალებით დახმარებას ითვალისწინებს. განაცხადების მიღება ხდება სამინისტროში ან მომსახურების სააგენტოში. სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თავის ტერიტორიული ორგანოები ყავს სამეგრელოზე მოსვანეთში, იმერეთი რაჭა ლეჩხომი აჭარა და აღმოსავლეთ საქართველოში. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საინიციატივო ჯგუფი თუ ამხანაგობის თავმჯდომარე არ ყავთ, შემოაქვთ განცხადება, კომისია განსაზღვრავს პრიორიტეტებს სიმძიმის დამიხედვით, რა თქმა უნდა, ვის უფრო სავალალო მდგომარეობა აქვს, პირველ რიგში კეთდება ის ობიექტები. დევნილთა სამინისტრო დაგვეხმარა ამ პრობლემების მოგვარებაში, კერძოდ სადარბაზოს კეთილმოწყობაში იყო გაპარტახებული, ჩამოგრეული კედლები, ჭერი, იატაკი, თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ ჯუღურეთის გამგეობასთან ერთად თანადაფინანსებით. პრობლემები ხა როგორც ყველგან ჩვენთანაც იყო რასაკვირველია. პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახურავი, წყალი ჩამოგდიოდა სახურავიდან, მშენებელი ვარ მე თვითონ ახლა ცოტა ვერკვევი ამ თემებს და გააკეთეს გულიანად და ხარისხიანად. განაცხადების მიღება სამინისტროში და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელხას 153-ს.